გამარჯვებისთანავე საარჩევნო ბლოკი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნება აამოქმედებს სოფლის მეურნეობის აღორძინების სპეციალურ პროგრამას, რაც გულისხმობს რეგიონული ეკონომიკის განვითარებას, აგრარული სექტორის მოდერნიზაციას, სოფლის მოსახლეობის დასაქმებას და მათი შემოსავლების ზრდას. შეიქმნება ფონდი, რომელიც საწყის ეტაპზე $1 მილიარდი დაფინანსდება, რაც უზრუნველყოფს ბაზარზე ადგილობრივი პროდუქციის ღირსეულ დაბრუნებას. ერთად ავიხდინოთ ქართული ოცნება. ყველა თანხას გადავიხდი მე პირადად. ყველას გავაკონტროლებ. გავაკონტროლებ, ჩვენ აუცილებლად მუდმივ მონიტორინგში ვიქნებ, მონიტორინგი გვექნება მუდმივი. 2-3 თვე დარჩათ მაგათ. რაც დარჩება და ვერ მოახერხებთ და ვერ ვაიძულებთ, მოვალთ და ჩვენ გადაგიხდით მევაგდებ ამ გადაგიხდით. ჩვენ კი ძალიან კარგად ვიცით, საიდან მოვიტანთ ამ ფულს და როგორ დავარიგებთ და გავანაწილებთ. თქვენ მიიღეთ ძელვადიან უფასო ფულს, უპროცენტო კრედიტები იქნება. 10 წლიანი და 20 წლიანი ძალიან განხილული. არა მოჩვენებით, რომ რეალურად გლეხს მიეცეს საშუალება, ფერმერს მიეცეს საშუალება გააფართოვოს თავისი წარმოება და წელში გაიმართოს. აი ამის საშუალებას მოგცემთ თქვენ. გექცევათ ძელვადიანი ფული. მოლობაში გლეხს იდება ძალიან სერიოზული განვითარება. არა მოჩვენებით, არამედ რეალურად, რომ ჩვენ წარმოების გამართვა შევძლოთ, რომ ჩვენ წელში გავიმართოთ, რომ ჩვენ ბაზარზე დაბრუნდეს ჩვენი პროდუქცია და არა ეს გაუგებარი და უხარისხო პროდუქცია, რომელმაც წალეკა ჩვენი წარმოება. აი ამას გვიდებით ჩვენ. კომპლექსურად ყველა მიმართულებით ჩვენ დავიწყებთ და აღვადგენთ და ავაღორძინებთ ქართულ სოფელს. დაუბიბინე, დავაი, გადმოვარდა კინაღამ ბავშვი მანქანიდან. უფასოდ იქნება მოხნა, მოტესვა, მოსავლის აღება და თუ გნებავთ ბაზრებამდე მიტანაც კი და მიცილებას. მოსავალი უპობას იწყებს, გლეხები კი შემოსავლის გარეშე რჩებიან. ეს არის უპატრონო და დაღუპილი მოსავალი. წელს ხილი ხეზე მოუკრეფავა დლპება. რა გვეშველება ამ ზამთარ გავიხოცებით მშივრები. აი რა დეგვემართა, გენაცვალოთ ბაბო. აბა დაინახე. ამოდენა წლის მოსავალი წყალმა და ღორმა წაიღო უპატრონულისაგან. ამ ჯიშის სხული კარგი ვაშლატამა დასაკრიფი დარჩათ და დალპა ხეზე ეს ატამა. ეს პრობლემები უნდა მოეგვარებინა სოფლის მეურნეობის სამინისტროს. უნდა ცდილიყვნენ თავის დროზე. ეხლა გინდა გატოფდნენ, გინდა ირბინონ, აღარ არის. აი ბოლო მოსავალია, რაც წამოღებული ვარ და ესეც გადასაკრებია. არ უნდა ილაპარაკო პრეზერვატივებზე და იმეებზე, რაც სახიან პარლამენტ სერიალებს. ათმეს მოყოლ 1 გექტარი დამიჯდა 3000 ლარი. 3000 ლარი და 1000 ლარი ველი. ეგერ აიღე რა დღეშია. მიტოვებული იქნება ჩემიც, იმისიც, უყველას მიტოვებული იქნება, როცა ფასი არ აქვს და არ აღებულობენ არავინ. დაამტროულია ტოტები, კაცო. აბა რა არის? ეს საქმეა, არ არის საქმე. დაუკრეფავი გამო, რომ ესე იგი რო არ იყიდება პატრონმა თავი დაანება. ეგ არის საქმე. ეს ბაზარული. გერბიცები 10 კაპიკად გავხდით. რატომ გაყიდეთ 10 კაპიკად? კასე პერნა, კასე ბაფინელი პერნიდა. ხო ვერ გადავხდით. ცოტა უნდა იყოს 1.60 რომ გლეხმა იმუშაოს. ეხლა კიდევ ტირივად ჩვენი. უილო ეს გავხსენით რაღაცა არა. ვათ კორპორაციით არაფერი არ გახსენე. ამ ხელაცა ეს არის მოსავალი, მოსული წარმოებს ერთი ადგილი არის გახსნის რაც შეიძლება რომ ეს მიიტანო დაბალ ფასებში მაინც გარანტია კონდეს რომ მოიშორებ მაინც აი ატყებში ზოგიერთი აღარ შედის და არ ეკეფა. იმიტომ რომ მუშახელი უფრო მეტი უჩნდება ვიდრე შემოსული შემოსავალი. სახელმწიფო და მთავრობა იმიტომ არის თუ რავი ვინც არის ზემოთ იმიტომ შეხედავ რაღაცა თავიდან განძრევდა გააკეთა მისე რომ ახალს ამ რაკლება გასაჭირი ამ კუთხე. აი ეს გადაიღე, აი გადაყრილი რო აი ეს აი. იგე, დაინახე. აი ეს გადაიღე და ჩვენე ივანიშვილი. ახლა არ მოგწონთ სააკაშვილი ხო? ახლა არ მოგწონთ სააკაშვილი ხო?